მოკლედ გამოვედი სავარჯიშოდ. საღამო არის რა და საღამოს და რთულია ხოლმე ჩემთვის ვარჯიში რა. შედარებით დილას ანუ უფრო ხშირად დილას ვარჯიშობ ხოლმე და საღამოს რაღაც ცოტა ისეთი რთულია ხოლმე და რა მოდი დავიწყებ. თან გადავიღებ და ვნახოთ რა გამოვა. ვაკეთებ ხოლმე სტაბილურად იმას გავაკეთებ ისევე დღესაც 50 ჯიმანია, 50 მიზიდვა იქნება და 50-ს კიდე რაღაცას დავამატებ, არ ვიცი ნახავთ. სხვა მის მიხედვით. გაჩნია როგორ იქნება რა. როდესაც აი ამას გავაკეთებ, სახელი კი არ ვიცი რა ქვია, დამავწყდა. შეიძლება ახლა საყურებლად ცოტა მოსაწყენი არის, სულ ერთი და იგივე ვარჯიშების კეთება და განსხვავებული არაფერი, მაგრამ ნუ ვარჯიში ეგრე არის რა, ყოველთვის ცოტა მოსაწყენი რაღაც კეთება არის, ბევრჯერ რაღაც შედეგი ვარჯიში არც ისე მოსაწყენობა აი ამის. ესი ამ ვარჯიშების დროს რაღაცას საუბრობ ხოლმე რაღაცთან მაინც ვეხებით ხოლმე და რა ხან ეხლა ჯერჯერობით ისეთი თავში არაფერი მაქვს სათქმელი რაც მინდა რომ თქვა, ამიტომ დავიწყებ ვარჯიშს და მერე დრო და დრო ვნახოთ რა იქნება.
ერთ სერიაც და მე როგორ გადავალიქით და რაღაც ერთ მნიშვნელოვანს ვიტყვი რა. არ ძალიან მნიშვნელოვან რაღაც ვიტყვი, რასაც ძალიან ბევრი ვერ გაიგებს. ნახევარი ვერ გაიგებს, რაღაც ნაწილი გაიგებს, რაღაც ნაწილს ეგონება რომ გაიგო, მაგრამ ბოლომდე ასე ვერ გაიგებს. ის ადამიანები, რომლებიც შეცდომას არ უშვებენ ცხოვრებაში და საერთოდ შეცდომებს არ უშვებენ, გარანტირებულია ის, რომ ეგ ადამიანები ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევენ, ვერანაირ ისეთ დიდ და მასშტაბურს ვერ შექმნიან და ვერაფერს ისეთ ვერ ღირებულს ვერ გააკეთებენ, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც აქ შეცდომებს ძალით ან შემთხვევით დაშვებაზე არ არის. ადამიანები, რომლებიც შეცდომებს არ უშვებენ, უმეტეს შემთხვევაში არის რომ ერთ ადგილზე დგანან. და როცა შეცდომებს უშვებ, ეგ არის ის სიტუაცია, როცა ესე იგი რაღაცის გაუმჯობესებას ცდილობ და თუ შეცდომებს არ უშვებ, თუ შეცდომებს არ უშვებ, ესე იგი არ მიდიხარ სწორი მიმართულებით, იმიტომ რომ ცდილობები არ გაქვს და ნაბიჯებს არ დგამ და ის სიტუაცია რაც არის, ეგ გაკმაყოფილებს რა. და როდესაც ეგ სიტუაცია შენ გაკმაყოფილებს, ხდება ისე რომ როცა რაღაც სიტუაციაზე კმაყოფილდები და ჩერდები და წინ აღარ მიდიხარ, მერე ყოველთვის იწყება დაღმასვლა და არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში იყავი, მერე უკან და უკან მოდიხარ. ასე რომ მაგიტო არის რომ მუდმივ პროგრესში და მუდმივ ზრდაში უნდა იყო და შეცდომების დაშვება არ არის რაღაც ისეთი, რაზეც საერთოდ ნერვიულობა ღირს პირიქით. ან სულ პირიქით, რომ ეგ არის ყველაზე მაგარი რაღაც, რითიც შეიძლება გაიზარდო. არიან ადამიანები, რომლებიც ეს ყველაფერი იციან, მაგრამ რაღაც ეტაპზე რომ მიდიან, უკვე გონიათ რომ აქ შეცდომა აღარ უნდა დაუშვათ. არა, ყველა ეტაპზე გეპატიება შეცდომების დაშვება და ყველა ეტაპზე კარგი არის შეცდომების დაშვება, ოღონდ შეცდომების დაშვება, ოღონდ რომელსაც მიუდგები ისე რომ რაც ბევრჯერ დაუშვებ მაგ შეცდომას, მე მით უფრო დიდი შანსი ჩნდება რომ ეგ ყველაფერი გამოასწორო რა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ უშვებენ შეცდომებს და მე რაღაც ეტაპზე რომ მივლენ უკვე რაღაც ზრდის ეტაპზე იქ ჩერდებიან, იქ უკვე კომფორტს პოულობენ და შეცდომებსაც აღარ უშვებენ, იმიტომ რომ ახალ ეტაპზე ასვლას აღარ ცდილობენ. და ეგ არის ზუსტად თავი მახილო, თუ გინდა რომ რაღაცა ზრდა, რაღაცა მიმართულებით წინსვლა გქონდეს, შეცდომებიც უნდა იყოს, ეგ ნორმალური პროცესი არის მაგ სიტუაციაში. მაგრამ მაგას უმეტესობა ადამიანები ვერ გაიგებს ან არ გაიგებს, იმიტომ რომ კომფორტში ყოფნა მისთვის მნიშვნელოვანი არის და ვერ დატოვებს ამ თავის კომფორტის ზონას, იმიტომ რომ ეზარება. დატოვოს ფიქრობს ახლა კარგად არის, მშვენივრად არის, კომფორტულად და ყველაფერი აქ. რაღაც უნდა დატოვოს კომფორტის ზონა, რაღაც უნდა იბრძოლოს რაღაცისთვის. არ აქვს საბოლოო. ეგ არის რაც კლაოს. ეგ არის რაც უკან ეკაჩება ყოველთვის. კაი 4 სერია გადარჩა ეს რა, ეხლა არც ვაკეთებ და მერე დამთავრდება და ბოლოს იქნება კიდე ერთი რაღაც სიტყვი და დავამთავრებ მოკლედ დღეისთვის რა. განი ნორმალური გამოვიდა. კაი, მოკლედ სერბელიც მორჩა და დღეისთვის სულ ეს იყო რა. წავედი.